დავიწყე ჩაწერა, თამაშობ 12 მაგიდას. ეს არ არის სერიოზული სესია, ეს არის რაღაც ექსპერიმენტალური სესია, ისე უბრალოდ ვიდეოსთვის ვაკეთებ. ზოგადად მე არ ვთამაშობ ამ რაოდენობა მაგიდებს, საერთოდ მე თამაშობ ესე 5-დან 8 მაგიდის ჩათვლით და ახლოვებით, ხანდახან 9 მაგიდას. მაგრამ რავი, ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, აი რამდენი მაგიდას თამაშობ, რამდენი მაგიდა სწორი რო ვითამაშო და რაღაც მსგავსი შეკითხვები და ვიფიქრე რომ არ იქნებოდა ცუდი რომ გქონდეს ერთი ექსპერიმენტის სახით რაღაც სესია, სადაც ვითამაშებდი 12 მაგიდას, ვინაიდან ვიცი რომ არიან მოთამაშეები რეგულარები, ბევრი ვინც თამაშობენ 12 მაგიდას და მეტს, 15 მაგიდას, 16 მაგიდას. თავის დროზე როცა პოკერ სტარსზე იყო სუპერნოვა პროელიტის სტატუსი, მაშინ ადამიანები ძალიან აქტიურად თამაშობდნენ ხოლმე 24 მაგიდას, მე შეზღუდვა დააწესა პოკერ სტარსმა 20 მაგიდაზე და გადავიდნენ 20 მაგიდაზე, შესაბამისად სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც სუპერნოვა პროელიტი გააუქმა პოკერ სტარსმა, ბევრმა მოთამაშემ დაასრულა კარიერა, იმიტომ რომ უკვე ისეთი ბანკროლები ქონდათ დაგროვებული, რომ უფრო ცუდ პირობებში აღარ უღირდათ თამაში. ეს მაღალი ლიმიტების mid stakes-ის რეგულარებზეა საუბარი. NL 400-დან NL 1000-ის ჩათვლით. high stakes-ის რეგულარები ესეთ რა თქმა უნდა multi-tabling-ით ვერ იქნებოდა დაკავებული, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ერთი ვაკხელა action-იც არ იყო. high stakes-ზე არასდროს 12 მაგიდა გეთამაშა. რაც არ უნდა multi-rooming-ი გეთამაშა და სხვადასხვა რუმებში გეთამაშა, ეხლა 12 მაგიდის NL 2000 პლუსით პოვნა მაინც ძალიან ძნელი იქნებოდა. და ხო, ნუ ეგ არის და ეგ რა. ანუ ძალიან პოპულარული იყო. ადრე ერთი სიტყვით პოკერი როცა უფრო ადვილი საქმე იყო პოკერი. ძალიან პოპულარული იყო 12 პლუსი მაგიდის თამაში. დღესდღეობით ესე აღარ არის. თუმცა ეხა მიკროლიმიტებზე, ეხა რა ლიმიტებსაც თამაშობ, ამომეცადაც NL 5, NL 10. რა თქმა უნდა, ამ ლიმიტებზე შეიძლება ისევ რაღაცა მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება და ჩავატაროთ ექსპერიმენტი. ხა ამას 12 მაგიდა არ მაქვს. ეხა მე ვზივარ, მე მგონი 11 მაგიდაზე, ზუსტად არც ვიცი, თუ ყველაფერზე დავჯექი და ერთი მაგიდაა, რომელიც ნელა იხოდება და რა ვიცი, მოდიხო და დავჯდები. ხა ჰეძაპზე არ დავჯდები, იმიტომ რომ არ მაქვს მაგ ხელა კონცენტრაციის თავისუფალი კონცენტრაციის საშუალება, რომ ჰეძაპი ვითამაშო. და ჰეძაპზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი ერთ-ერთ სესიაზე, რომ ჰეძაპი არის თითქმის სხვა დისციპლინა, ჩვეულებრივი cash six max-ისგან განსხვავებით და სჭირდება, ასე ვთქვათ, განსხვავებული სტრატეგიით თამაში, რომელსაც მე პირადად არ ვფლობ და შესაბამისად ამ არხზე არ ვასწავლი რა, იმიტომ რომ მე არ ვარ ჰეძაპის სპეციალისტი. ეხლა დარიგებების დაკომენტარება ცოტა გამიჭირდება. მაგრამ ვეცდები მაინც, რა თქმა უნდა, ვითამაშებ ძალიან სწორხაზოვან და ესეთ ვთქვათ, ძალიან ნაკლებად შემოქმედებით თამაშს, ვიქნები ორიენტირებული უფრო მეტად კარტზე, ანუ ხელის სიძლიერეზე და პოზიციაზე. ვეცდები, რომ ძალიან ძლიერი რეინჯებით ვითამაშო და მე ვფიქრობ, რომ ესეთი სწორხაზოვანი და ასე ვთქვათ, მარტივი პოკერი ამ ლიმიტებზე იქნება აბსოლუტურად მისაღები. აქ მე მგონია, რომ შეუძლებლად ვატრიბეთებ, მაგრამ უბრალოდ პატარა საიზინგით დავატრიბეთე. ვერც ხედავ რამდენი დავატრიბეთე ესეათ, მაგრამ ხო, სწორად დავატრიბეთე. იმიტომ რომ სტეკი აქვს პატარა ოპონენტს. მივიღე კოლი, მივიღე ფლოპზეც კოლი. და თერნზე მაქვს გადაწყვეტილება, ანუ all-in-სა და check-fold შორის რა. დაახლოებით ეგეთი არის ჩემი სიტუაცია. ნუ ტრიბეთი დამიქოლა ოპონენტმა. ფლოპზე 1/13 დამიქოლა. რავი, ბევრი რამე შეიძლება კონდეს, მათ შორის შეიძლება კაროლი კონდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ მე ცხრიანყვავი მაქვს თუ რამეა და ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი ხელი ექნება, რასთანაც ჯერჯერობით კიდე ცხრიანებით ვდგავარ მეტნაკლებად კარგად. შესაბამისად all-in. აბა ნახოთ. ნახოთ აბა. ეს complete-ი. ასე იგი. აქ ჩვეულებრივი დიდი საიზინგით value bet-ი. აქაც
გაუჭირდა ოპონენტს გადაწყვეტილების მიღება. საინტერესო არ აყავს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს 10-იანები ოპონენტთან ან ვალეტები ან მაგრამ რატო პრეფლოპზე არ ითამაშა მაგ ჰენდით. ვერ ხვდები. იმიტომ რომ ესე ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ეხლა რაღაცა მარტივ პატარა ჰენდს. ან შეიძლება იყოს რაღაცა ფლეშტრო მაგალითად რაღაცა. ტუზ ვალეტი, ტუზ ყვავითან რაღაცა ეგეთი. დაგვემატა მე-12 მაგიდა. დავჭირეთ. ვა, დამაინტერესა ხა ამ ადამიანის ხელმა. იმედია დაქოლოს. გონია რომ უკან ვარ, მაგრამ მაინც მირჩენია რომ დაქოლოს. არა. კარგი. რავი, ძნელი არ არის, უბრალოდ ეხა მოდი კიდე სეტაპებზე ვიტყვი. ანუ ეხა ამ მომენტზე ვთამაშობ 27-იან მონიტორზე 12 მაგიდას, რაც ნუ აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ აი რეგულარულად ამას ვაკეთებდი. ვიცი რომ ადამიანები არიან, რომლებიც 19-იან მონიტორზე თამაშობენ ხოლმე, რავი, 16 მაგიდას. ეგეთი ადამიანიც ვიცი, რომ 19-იან მონიტორზე თამაშობენ 16 მაგიდას. თუ 15 მაგიდას. მაგრამ ეს ჩემს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცაა, აი 27-იან მონიტორზე ეხა კი არის გაშლილი კარგად 12 მაგიდა, მაგრამ რავი, თითქოს არაფერი არ ჩანს ჩემი აზრით. ჩემი აზრით რა მე ვერ ხედავ ვერაფერს. ალბათ 12 მაგიდა ვითამაშო ერთ მონიტორისთვის, ერთ მონიტორზე ალბათ 34-იანი მონიტორი იქნება ნორმალური. მე არ გამიტესტია სიმართლე რომ, მაგრამ ისე ზომით რომ წარმოვიდგინოთ 34-იან მონიტორზე წესი კარგად უნდა დაეტიოს, მაგრამ ანუ მან კიდე ის ფაქტორია რომ თვითონ აჭარას პროგრამა როგორ დაალაგებს მაგიდებს 32-იან მონიტორზე, აი ეგ ფაქტორია კიდე საკითხავი. ან რავი, რომელიმე სხვა რუმის რა. თუ კარგი სოფტი აქვს რუმს და კარგად ალაგებს მაგიდებს, აი მაგალითად ეხლა მე პოკერ სტარსის სოფტი მიყვარს უკვე და ბევრჯერ მაქვს თქვამი. მან არ არის საჭირო რაღაცა ძალიან მაგარი მონიტორი და რაღაცა ეგეთი, ანუ ორ მონიტორზეც კარგად ანაწილებს მაგიდებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა დღესდღეობით პოკერ სტარსზე უკვე ვიცით, რომ 4 მაგიდაზეა შეზღუდვა და 4 მაგიდაზე მეტის თამაში არ შეიძლება. ასევე ბევრმა რუმმა გააკეთა შეზღუდვები. აქ ეხა შეიძლება რომ დავაგოთ ეს დარიგება, არ იქნება სასწაული, გაწყვილებული ბორდია. ძალიან ხშირად წავაგებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფოლდია რა. ფოლდია, სიმართლე რომ თქვა ფოლდია, იმიტომ რომ ჯერ ერთი გაწყვილებული ბორდია, მეორე ერთი კიდე რივერზე ესეთი რეიზები საერთოდ როგორც წესი არის ხოლმე value. Value raise კიდე ჩვენ არცეც არ ვუგებთ. დავყაროთ. თუ დავქოლოთ. ვერ გადავწყვიტე. ესე იგი value raise-ებს ვერ ვუგებთ, მარტო bluff-ებს ვუგებთ, ან overplays რა, overplay იქნება აქ მაგალითად რაღაცა კარალ ყავს თუ არა იდე. overplay აი ამ ეს ლიმიტია უბრალოდ ისეთი თან 1/13 ფონი გავაკეთე რომ ოპონენტმა შეიძლება რაღაცა მოიგონა. კაი, მოდი, დავქოლოთ. ისე ზოგადად ენთუზიაზმით არ ვქოლავ. მგონია რომ ძალიან ხშირად დავაგებ. მაგრამ უბრალოდ ლიმიტია ისეთი რომ აი ესეთი რამეებიც ხდება. აქ უცნაური რისკი არ არის რომ ოპონენტმა იბლეფა მაგ ჰენდით, ანუ უცნაური ის არის რომ ეს ჰენდი ქონდა მაგ სიტუაციაში, ანუ უბრალოდ მაგის წარმოდგენა იყო ძალიან ძნელი. თუმცა მე მეყო როგორც ჩანს ფანტაზიის უნარი და წარმოვიდგინე. თუმცა ჰენდი არ წარმოვიდგინე, მაგრამ ნუ მე კარლ ყავის overplay წარმოვიდგინე. მაგრამ გასაგებია ყველაფერი, გასაგებია. რას ყვებოდი მე? რას ყვებოდი დამავეწდა? სანთუხარად ხო რაღაც სოფტებზე და იმაზე მონიტორებზე ლაპარაკობდი რა. ზოგადად ანუ რეკომენდებულია. ნუ მაინც ახლა რახან ეს სესია დავიწყე, ნუ იდეაში ჩანაფიქრი იყო რომ რაღაცა multi-tabling-ის ასე თქვათ რაღაცა ის გამეკეთებინა რა. ასე თქვათ მონახაზი რა, როგორ უნდა ითამაშოს ადამიანმა ბევრი მაგიდები. მაგალითად არის YouTube-ზე ეგეთი ვიდეო, სადაც რენდი დანონოკო გვიხსნის როგორ ვითამაშოთ multi-tabling-ი და რავი, ეგ ადამიანი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული multi-tabling-ში. 24 მაგიდის თამაში, Poker Stars-ზე, რავი, თავის Supernova Pro Elite
და თავისი მილიონობით დოლარი გამომუშავებული მიდსტეიკზე, პოკერსტარსის მიდსტეიკზე. დღესდღეობით ეს ადამიანი როგორც ვიცი, აქაც ახლა რაღაცა მსგავსი სიტუაცია, ფლეშ დროაც და შეიძლება ოპონენტი ასე თქვა რაღაც აცდენილი ფლეშ დროთი ან რაღაცა გაჩოდით ცდილობდეს რომ წაიღოს პოტი, მე მაქვს მეორე წყვილი, რავი, მე მგონია ქოლი ვარ, ნახევარი პოტი. კი ბატონო, აცდენილი ფლეშ დრო გვაჩვენეს. თან მომნიშნავ კიდევაც ოპონენტებს ცოტა ის მაქვს დრო. კი ბატონო, სტეკები ოპონენტის სტეკები არ ჩანს, ხა მე ვერ ხედავ მაგალითად ოპონენტის სტეკებს წესიერად. შევა თქვენს ან მაყურებელიც ვერ ხედავს, ასე რომ არაუშავს ეს ასე თქვათ ვოდი არ არის, მაგიდები ან დარიგებების დაკომენტარებას აქ დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ასე რომ ისე უბრალოდ ლაპარაკობს მულტიტეიბლინგის შესახებ, ასე რომ არაუშავს მაგას. ხო და მაგვიდევს დავტოვებ კომენტარებში, სადაც ნანონოკო გვიხსნის თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მულტიტეიბლინგი. ძირითადად ნანონოკო ხსნის რაღაც ძალიან მარტივ საბაზისო რაღაცებს. აქ ჩემი ტრიბეთი ცივად დაქოლა ოპონენტმა უკან და მივიღე all-in short stack-ისგან. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხიანებით აქ შემიძლია მე წავიდე პირდაპირ all-in-ში. იმიტომ რომ უკან cold call-თან ვფიქრობ, აი ამ ადამიანის range-თან ვფიქრობ, რომ მე ცხიანებით აქ უბრალოდ მიმული ვარ პოტზე. ცხიანებით წინ ვარ. და წინ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ცუდად არ ვდგავა რა და fold-equity გათვალისწინებით კაი ხასაყრელი სიტუაციაა და თან მინდა რომ ერთი ადამიანის იზოლირება მოვახდინო, სამისად გავაკეთებ all-ins რა პირდაპირ. არ გამიკვირდება რომ მანდ ახლა ორი დამისგან მივიღო call დავუშვოთ რა, ჩაოლებრივად. მაგრამ ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს თუ 8-ან 7-ანისგან მივიღებთ call. Preflop all-in 8-ან 7-ანი call-ი. კი ბატონო. გასაგებია, მეგობრებო, გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. მოვიგეთ, შეიძლება იმასთან წავაგეთ იმ პატარა სტეკთან, მაგრამ დიდ სტეკთან მოვიგეთ, რაც თავარია და იდეაში იზოლირება ვერ მოვახერხეთ ოპონენტის, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდით. ხო, ნანონოკო რა რჩევებს იძლევა? ერთი რჩევა ის არის, რომ მაგიდები დავალაგოთ აი ესე, როგორც ახლა მე მაქვს დალაგებული, მეორე ვარიანტია, რომ აი მოდი გავაკეთებ პატარა ექსპერიმენტს, აი მეორე ვარიანტია, რომ აი ესე დაალაგდეს მაგიდები და ნანონოკო იძლევა რეკომენდაციას, რომ ესე არ დავალაგოთ მაგიდები, იმიტომ რომ ხა აჭარაზე ესე ვერც დაალაგებ, ძალიან საგინდოდეს, იმიტომ რომ თავის დაარაგდებს მაგიდა, სადაც შენი სვლა არის რა. არამედ დავალაგოთ ესე. ტერმინებს ახლა აღარ ვიტყვი, ზუსტად ერთს ქვია მე მგონი tile table და მეორეს ქვია მე მგონი stake თუ რაღაც ეგ. აი ზუსტად აღარც მახსოვს მაგას როგორ ქვია აი ამებს რა. და ხო, ეს ადვილი მისახვედრი იყო ნანონოკოს გარეშეც, პრინციპში თუ არის საშუალება, რა თქმა უნდა, ჯობია რომ გაშლილი იყოს მაგიდები. კიდე გვირჩევს რომ მაგიდები დავიმატოთ, მაგიდების რაოდენობა, ნათამაშეები მაგიდების რაოდენობა გავზარდოთ თითო მაგიდით, როცა მოთამაშე იწყებს თამაშს თავიდან ალბათ ერთ მაგიდაზე იწყებს ყველა თამაშს. და თითო მაგიდის დამატებით გავზარდოთ, დავიმატოთ კიდე ერთი მაგიდა, მე როცა უკვე ორ მაგიდაზე ვითამაშებ თავისუფლად, მე დავიმატო მესამე, მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთ რეკომენდაციას იძლევა, რომელ რეკომენდაციასაც მეც შევუერთდებოდი. ეხლა რა თქმა უნდა თავიდან ადამიანი ხა მალმალე დაიმატებს ალბათ ეს 4 მაგიდამდე, ალბათ ან 6 მაგიდამდე მალმალე დაიმატებს მაგიდებს, იმიტომ რომ როცა აი რაღაც პოკერში ცოტა რაღაცა გამოცდილებას დააგროვებ, ერთი მაგიდა და ორი მაგიდა და ძალიან ცოტა რაოდენობა, მით უმეტეს მიკრო ლიმიტებზე ესე 6 მაგიდამდე მაგიდების რაოდენობის გაზდას ასე ვთქვათ ძალიან მალე ახერხებენ ადამიანები როგორც წესი, იმიტომ რომ ვინც ეს არ უთამაშია, მათ ცოტა ისე ეჩვენებათ ხოლმე, ძნელად ეჩვენებათ ხოლმე, რომ რაღაცა რა ამბავი 6 მაგიდა და რაღაც ეგეთი, მაგრამ არაფერი არ არის, მით უმეტეს მიკროლიმიტზე, როცა ისეთი ხისტი, ტაიტი აგრესიული სტრატეგიით თამაშობ, არ არის არაფერი, მალე ახვალ
დავუშვათ სადღაც 6 მაგიდამდე და მერე თუ გინდა მაგიდების რაოდენობის გაზრდა კიდე თავისუფლად შესაძლებელია რომ რეგულარმა რავი და უშვათ რაღაცა 4-დან 6 მაგიდამდე ითამაშოს და აღარც გაზარდოს მერე ზევით მაგიდების რაოდენობა. ჩვეულებრივად არიან რეგულარები განსხვავებით ნანონოკოსგან და განსხვავებით სხვა მულტიტეიბლერებისგან, რომლებიც საერთოდ მულტიტეიბლინგი დიდად არ არიან დაკავებული და თამაშობენ რაღაცა 3 მაგიდის ფარგლებში, 2-დან 4 მაგიდამდე, ასე ვთქვათ, და საშუალოდ 3 მაგიდას თამაშობენ. ეს არის ჩვენი ოპონენტი, რომელსაც რიან 7-იანით წეღან ითამაშა პრეფლოპოლინი. ვფიქრობ, რომ აქ უნდა შეუტიოთ აუცილებლად ისეთი საიზინგით, რომ რივერზე გქონდეს კომფორტული ფუში, პრინციპში ნებისმიერი არის ეგეთი საიზინგი, იმიტომ რომ რაც აქედან ვხედავ, იმიტომ რომ ოპონენტი არის, კარგი გადამხდელი, პატიოსანი გადამხდელი შეიძლება ითქვას. და არ გადაიხადა. ეხლა ვაპირებდი მე თქვა რომ ორი რამ რასაც ვერ გაიქცევი ეს არის სიკვდილი და გადასახადები, მაგრამ ეს ადამიანი როგორც ჩანს გაიქცა გადასახადებს, ასე რომ აღარ გამოვიდა ამ ფრაზის თქმა. იმ სერიოზულობით, რა სერიოზულობითაც მე ვაპირებდი ამის თქმას. და მინდოდა მე თქვა რომ აი მაგალითად Phil Galfond-ი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პოკერისტი, რომელიც მე ვახსენე ხოლმე ჩემს ვიდეოებში და მე მაგის პეიჯს უყურებ ძალიან აქტიურად. რა ძირითადად საშუალოდ 3 მაგიდას თამაშობს და ეგ არის მაგისი სტრატეგია. თუმცა ის ორიენტირებული უფრო არის რაღაცა თამაშის ხარისხზე და ლიმიტების გაზრდაზე და შესაბამისად high stakes რეგულარია და იქ იდეაში არც არის ბევრი მაგიდები და დიდად ვერც თამაშებ ბევრ მაგიდებს, მაგრამ თან თამაშზე განსაკუთრებული დაკვირვება გმართებს. თან Galfond-ი ისეთ პონჩია, რომ თამაშობს Omaha-ს ძირითადად Hold'emსაც თამაშობს და კიდე რაღაცა სხვანაირ სახეობებსაც თამაშობს. ზოგადად ეს ამერიკელი რეგულარების თავისებურებაა, რაც მე ვარ დაკვირვებული, იმიტომ მაგალითად ეს რაღაც ნაციონალური თამაში არის. მოდი ამას არა, კაისტეკი რა ხან აქვს ოპონენტს დავატრიბეთ აუცილებლად. ხო, ნაციონალური თამაშია მაგათთვის და აი გარდა Hold'emისა, ერთ დისციპლინაზე დიდად არ არიან ხოლმე, ასე ვთქვათ, პოკერის ერთნაირ სახეობაზე დიდად არ არიან ხოლმე, ასე ვთქვათ, ორიენტირებული და თამაშობენ ხოლმე სხვა ესე ნაკლებად პოპულარულ პოკერის ნაირ სახეობებსაც, მაგალითად როგორიც არის რაღაცა 5 card draw და რაღაც ეგეთები რა. Deuce to 7 triple draw და რაღაც ეგეთი პოკერის სახეობები, რომლებიც მე სიმართლე გითხრათ ცხოვრებაში არ მითამაშია უმრავლესობა. მე მითამაშია სტადი. ხალხური სტატში მომიგია რაღაც უფასო ტურნირი. უბრალოდ პირველი ადგილით არა, მაგრამ სატელიტი იყო და რაც ბილეთი მოვიგე რა ერთად. ხო და მომიგია კიდე Omaha-ში მომიგია ტურნირი, სხვათა შორის პირველ ადგილზე გავსულა რაჭარაზე, Omaha-ს ტურნირი რაღაც 5 ლარიანი Omaha-ს ტურნირი იყო და 200 რაღაცა ლარი შემხვდა. ისე დავრეგისტრირდი, შემთხვევით რაც მოწყენილობისგან დავრეგისტრირდი და ტურნირი მოვიგე, აბსოლუტურად რაღაც გამართლების ხარჯზე, სხვა არაფერი მანდ არ იყო, იმიტომ რომ Omaha-ზე არა ვარ. კიდე მითამაშია ლიმიტირებული Hold'em, სხვათა შორის მომიგია ლიმიტირებულ Hold'em-ში რაღაცა sit and go, რომელშიც მონაწილეობდა მე მგონი 27 კაცი, ზუსტად აღარ მახსოვს. ეს იყო პირველი ჩემი პოკერის თამაში ონლაინ პოკერში, როცა დავრეგისტრირდი პირველად, მე მგონი ევროპაბეთი იყო, თუ სწორად მახსოვს. ხო, ევროპაბეთზე დავრეგისტრირდი. მანამდე free roll-ებს თამაშობდი ხოლმე პოკერს არსზე და მე დავრეგისტრირდი ევროპაბეთზე, სადაც 2 ლარი თუ რაღაცა ჩავრიცხე და ის იყო რა. ერთი იყო რაღაცა ლარიანი sit and go, რომელშიც მონაწილეობდა მე მგონი 30 კაცი, თუ 27 კაცი, ზუსტად აღარ მახსოვს. იყო ლიმიტირებული Hold'em-ი, რომ დავრეგისტრირდი, მე აღმოაჩინე რომ ლიმიტირებული Hold'em-ი იყო, ძალიან ვინანე რომ დავრეგისტრირდი. მაგრამ მოვიგე, პირველ ადგილზე გავედი, ბევრი არაფერი არ იყო პირველ ადგილზე ალბათ ხვდებით, მაგრამ სასიამოვნო იყო, სადაც ახალბედებს უმართლებს ეგეთი გამოთქმა არსებობს და ამ შემთხვევაშიც ეგრე იყო რა. მართლა ახალბედებს ალბათ რაღაცა კარმა არსებობს რა. მე არ მჯერა ეს რაღაცეების არანაირად, მაგრამ მაგ სეტველიზე შევიყვანოთ, მოდი ეს 6-იანები რა იცი რა ხდება. იმდენი ხალხია და თან პატიოსანი გადამხდელები. კარგი, დავჭეროთ. კაროლ დამა, ყოველთვის საინტერესოდ შეიძლება მაგის გათამაშება. ამას დავყრი. აქ მე უნდა მომიპარა, რატომაც არ მოვიპარე აზე არა ვარ. ალბათ იმიტომ 12 მაგიდას თამაშობ. თუმცა ჩვენი პატიოსანი თამაშის გამო მივიღეთ თერზე საჩუქრად ნაცი. და მე ნაცით მოვიპარე. აჰა.
რავი, უკვე 20 წუთია ვთამაშობ, თან ვაკომენტარებ. რავი, მე ძნელი არ მეჩვენება, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ხა მე რომ ამას ვუყურო ხა მე. ალბათ აღმოაჩენო რომ ძალიან უაზროდ თამაშობდი. ეხა რაღაც თამაშის დროს დიდად ვერ ვამჩნევ სიმართლე გითხრათ. მაგრამ რავი. ყოველ შემთხვევაში ჩემ A-game-თან შედარებით ალბათ არ უნდა მაგდამის ოპტიმალურად არ უნდა თამაშობდი. ნუ გასაგებია. და ამიტომაც ეს ამერიკელი რეგულარები მოკლედ რომ თამაშობენ ამ სხვადასხვა ნაირსახეობებს რაღაცებს ის ცოტა განსხვავებული თამაშებია, ცოტა განსხვავებულ ყურადღებას საჭიროებს, იქ მარტო ის რომ იანგარიშო ვის რაყავს, ვინას ელოდება და რა პოტენციალია და როგორ და რანაირად მოკლედ მაგას მიაქვს ხოლმე ძალიან დიდი დრო რა. ეხლა ჰოლდემში ყველაფერი მეტნაკლებად ცხადია რა. ომაჰაში უკვე იმდენად ცხადი აღარ არის და აი დანარჩენ თამაშებში კიდე ხო საერთოდ აღარ არის ცხადი და შესაბამისად ისინი უფრო რაღაცნაირი მუღამიანად თამაშობენ რა პოკერს აი მაინც რაღაც ნაციონალური თამაშია მაგათთვის, რავი, ბავშვობიდან იციან პოკერი. რაღაცა ოჯახში თამაშობდნენ შოულებთან და რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ პოკერთან დაკავშირებით ამერიკელებს და სხვანაირი მუღამით თამაშობენ და შესაბამისად აი ეს ნაკლები მაგიდები და უფრო მეტი ყურადღება თამაშზე და უფრო მეტი კონცენტრაცია ახასიათებთ რა და შესაბამისად აი high stakes-ზე ძალიან ბევრი მოთამაშე არის ამერიკიდან, კანადიდან. ხო. და მთელ სოფლიოში დანარჩენ სოფლიოში კიდე უფრო პოპულარული გახდა ტეხასური ჰოლდემი და იმიტომ რომ ნუ ყველა აი თავისი რაღაცნაირი სიმარტივით გენიალური თამაში არის რა. თან ძალიან მარტივია ასათვისებლად სხვა ნაირსახეობთან შედარებით და თან ის არის რომ მიუხედავად აი თავისი სიმარტივისა ძალიან დიდ შემოქმედებით პოტენციალს ტოვებს მაგიდაზე აი ეს ულიმიტო როა თამაში ეგ ფაქტორი და ნუ ყველა სხვა ფაქტორიც შესაბამისად გახდა ძალიან პოპულარული და თან ჰოლდემს ახასიათებს ერთი ეგეთი კოგნიტური შეცდომა, რადგან მე მილაპარაკია, ანუ ძალიან ადვილად შეყავს ადამიანები კოგნიტურ შეცდომაში, რომ ისინი კარგად თამაშობენ. და მაგალითად არ ვიცნობ ადამიანს, ვინც იცის ჰოლდემი, ანუ იცის გულისხმობ წესების დონეზე რა, იცის წესების დონეზე, უთამაშია, რავი, რაღაცა მაინც, აი მაგალითად ოჯახში, რაღაცა სამეგობროში, ან დაუშვათ ვირტუალურ ფულზე, ინტერნეტში, Facebook-ზე, რაღაც ეგეთ ადგილებში. ან დაუშვათ ნახტფულზე რომელიმე პოკერუმში 1000 ერთხელ თამაშობს ხოლმე და ფიქრობდეს რომ ცუდი მოთამაშეა. ესეთი მე არ მინახავს არავინ. ყველა ფიქრობს რომ არის კარგი მოთამაშე. რა თქმა უნდა თავიანთ ცუდ შედეგებს მაგალითად თუ აგებენ, თავიანთ ცუდ შედეგებს აბრალებენ გამართლებას, ან აბრალებენ ნერვებს. ორი ვარიანტია ხოლმე. ნუ ეხლა ნერვებს დაბრალება ეს ისეთი ვარიანტია რომ წინააღმდეგობაში მოდის კარგ თამაშთან. იმიტომ რომ კარგი მოთამაშე იმით არის კარგი მოთამაშე რომ სწორედაც რომ ნერვები ყოფნის. თორე ხა მარტო კომბინაციების ცნობა ხო არ არის კარგი მოთამაშე. ესე იგი აქ რავი ეს ტუზდამა რაღაცა ძალიან იმედის მომცემად მეჩვენება და უნდა დავქოლო. ზოგადად რავი ისეთი ცოტა საეჭოქოლია, მაგრამ გასაგებია. არა, ნუ ეხა ვერ ვიტყვი ძალიან უკან ვიყავი, ანუ პოტმეთი დავქოლე იდეაში მეტი არაფერი და მინიმუმ ეგრე რო ვიდექი ვიცოდი რა. არა შეიძლება მანდ ვაფშე რაღაცა გაჩოტი ქონოდა ოპონენტს და ვაფშე წინ ყოფილიყავი, ეგეც აიქნებოდა გამორიცხული. ხო, ანუ მინდა და მეთქვა რომ ანუ მე ჩემს ფსიქოლოგიის ვიდეოში ვილაპარაკე იმაზე რომ ანუ პერფორმანსი და ცოდნა არ არის ერთმანეთისგან ესე მკაცრად გამიჯნული რაღაცეები, ანუ რაც რო კარგად იცი, მით რო კარგად ყოფნის ნერვები, ასე თქვათ, ანუ შესრულება, მაგრამ გამოცდილება და რა თქმა უნდა, გამოცდილებას და ამ გამოწვრთნას მოთამაშისას, მოდი ჰეძაფიდან ავდგები ეგრევე, იმიტომ რომ 12 მაგიდა და თან ჰეძაფი სისულელე. გამოცდილება, აი მაგალითად, შენ იცი რა გადაწყვეტილება უნდა გააკეთო რაღაც, აი კონკრეტულ სიტუაციაში იცი რა უნდა გააკეთო, ხო? მაგრამ გააკეთებ ამას, მაშინ როცა 6 საათია თამაშობ სესიას და რავი, მაგალითად 4 ბაინს ამინუსებ. აი ეგ უკვე სხვა, აი ეგ არის ნერვები არ ყოფნა, მაგრამ აი პროფესიონალიზმი სწორედ ეგ არის. უბრალოდ რომ იცი რაღაცა. ეს ერთია, მაგრამ აი უკვე რომ განიცდი, უკვე რომ გრძნობ, გამჯდარი რო გაქვს ეს რაღაცა, ხო? შენს პერფორმანსში. ეს უკვე მეორეა რა. ასე რომ პროფესიონალიზმი აი ეს მეორე არის პროფესიონალიზმი. ეს უბრალოდ ცოდნა რაღაცის ეგრე ბევრი რამე ვიცით ადამიანებმა, მაგრამ ნუ ამ ცოდნას არაფერში არ ვიყენებ. ზედაპირული ცოდნა შეიძლება დავარქვათ ამას. მაგალითად მე მგონი 25 წუთზე მეტი უკვე ნამეტანი იქნება რომ ეს ვინმე უყუროს ამას ამ ვიდეოს 12 მაგიდას როგორ ვაკატავებ.
შესაბამისად, მოდი მე ხა დავხურავ სესიას და დავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში ვაპირებ გავაკეთო ვიდეო, სადაც პრეფლოპ მოდელს გავაკეთებ თავიდან ბოლომდე. კი, ამაზე ბევრი მაქვს ნალაპარაკები ჩემს არხზე, აქ-იქ ამ პრეფლოპ მოდელზე მაქვს ძველი ვიდეო, ვილაპარაკე NL5-ის ვიდეოში ვილაპარაკე პრეფლოპ მოდელზე ცოტა, მაგრამ მოდი ერთი ცალკე ვიდეო არსებობდეს პრეფლოპ მოდელის 20-24 წლისთვის ესეთი რელევანტური პრეფლოპ მოდელის და მაგას გავაკეთებ, შემდეგ ვიდეოს მაგას დავდებ და შეიძლება გავაკეთო კიდე ვიდეო მოთამაშეთა ტიპებზე, რომელი ვიდეოც იდეაში არის ჩემს არხზე, მაგრამ ახალი და კარგი ვიდეო გქონდეს მაგასთან დაკავშირებით. კარგი, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.